უახლოესი საათების განმავლობაში ადვოკატი უკვე შევადა ნახავს გიორგი ახობაძეს ის გადაიყვანეს მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში გუშინ ღამევე საზოგადოებაში განსაკუთრებით ბევრი კითხვა გააჩინა და კითხვის ნიშანი იმ ფაქტმა რომ ის აიყვანა კრიმინალურმა პოლიციამ რომ არა წარსული გამოცდილება ამბობენ რომ არ ექნებოდათ არანაირი კითხვა იმასთან მიმართებით თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება თუმცა ამბობენ რომ ქართული ოცნების პირობებში არაფერი გაუკვირდებათ ამიტომ ნებისმიერ ვითარებაში საგანგაშო მოცემულობას ხედავენ თუნდაც ამ ფაქტიდან გამომდინარე რაც შეეხება უშუალოდ ამ გადაწყვეტილებას მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ გიორგი ახობაძე სახლში ელოდებოდა როდის მევიდოდნენ და დაადებდნენ ხელბორკილებს მან ქართულ ოცნებას შეუთვალა რომ შესაძლებელია 25 დღე გაატარებინონ იზოლატორში თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ივანიშვილის გუნდს მაინც მოუწევს მისი პოსტების კითხვა შეშინებულები არიან და რაღაცა შეშინებულები და გაბრაზებულები, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ უშვებიან საკუთარ უსუსურობას და საკუთარ არაკაცობას, ვერაფერს ვერ უშვებიან სარკეში რო იყურებიან სახლში რომ მიდიან, პოლიციელის მაგივრად ხედავენ ძაღლს, ჩამდებს და მწამებელს და მისია რუსული რეჟიმის მსახურს და რეალურად ფიცი აქვს დადებული რომ საქართველოს ემსახურებიან და ეგეთ რაღაცას რო ხედავენ სარკეში, მაგას რო ვერაფერს ვერ უშვებიან, მე გონიათ რომ მე 25 დღით ჩამსავენ, მაგათთვის რამე გამოსწორდება და არა, ეგეთი არაკაცული ცხოვრებით გააგრძელებენ ცხოვრებას, ვერ შემიშლიან ახლა ხელს და მაგას თვითონ მიხვდებიან რომ ვერ შემიშლიან ვერანაირად რა 21 საუკუნეა ციფრული ტექნოლოგიები განვითარებულია და ნუ ვიცი გზადაგზა გამოჩნდება ერთი როგორ მიშლიან მაგაში ხელს მათ ფურცლებს მაგ რაღაცა რუსული რეჟიმის ფურცლებს მე ხელს ავაწევ ბატონო ძალიან ხოთ კორექტულად ვიმართოთ თქვენ კორექტ რუსული რეჟიმი ხართ თქვენ არა კორექტულად ვიმართოთ ერთმანეთს თქვენ კორექტულად მოგმართოთ მათ შორის ეს საქმეც ჩამდები პოლიციელების შესაძლებელი და ეჭვმაქ რომ თქვენ საკუთარი თანამშრომლები რომლებიც ჩამდებები არიან არც თქვენ არ მოგწონთ ხო ეგრეა ბატონო ეგრეა კორექტულად ვისაუბროთ ერთმანეთს რომელიც ნარკოტიკს უდებს მოქალაქეს ეს მისაღებია კაი არის მე თქვენ გამოც ანუ ხერხულში ვარ ბიჭო აი იმდენი კრიმინალი დადის და რაზე გასტენენ მართლა მე თქვენს რომ ნერვიულობთ მართლა ასკვე თქვენ რეჟიმის მსახურის გიორგი დაჯექი თუ შეიძლება ერთი ჩამდები პოლიციელების გარდა გიორგი ახობაძე 25 დღეს იმის გამო გაატარებს პატიმრობაში რომ მან პოსტები დაწერა ირაკლი კობახიძესა და ქართული ოცნების დეპუტატ ლევან მახაშვილზე როგორც თავად ამბობს ვერ შეუშლის ივანიშვილის გუნდი ხელს რომ კიდევ იგივე ლექსიკით ისაუბროს იგივე ტერმინოლოგიით ისაუბროს და მათ შორის იგივე ეპითეტებით შეამკოს ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლები რაც შეეხება კომენტარებს ამ თემასთან დაკავშირებით ახობაძეს მეგობრები და გულშემატკივრები ყავდა იმ მომენტში გვერდით მის სახლში მაშინ როდესაც ხელბორკილებს ადებდნენ სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ ასევე მასთან ერთად და ახლა ერთხმად საუბრობს საზოგადოება საპროტესტო საზოგადოება იმაზე რომ ეს არის საბჭოური მოდელის პირდაპირ რეპლიკა რაც ქართულმა ოცნებამ გადმოიტანა და ის ცდილობს რომ რუსული მეთოდები დანერგოს საქართველოში დააშინოს შეაშინოს დააპატიმროს და განეიტრალოს ყველა ვისაც ჯერ კიდევ აქვს იმის განცდა და უნარი რომ ახლა სიტყვას ყველაზე დიდი ძალა აქვს ეს ედავებოდა მას რომ მან პოლიციელებს მიაყენა შეურაცხყოფა ამ პოლიციელების სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით რაც თუ კი ეს ჩამდები პოლიციელებისთვის გინება არის ამ უხშდება ეს ნიშნავს რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რომ აღიარა რომ ნარკოტიკის ჩადება არის პოლიციელების სამსახურებრივ მოვალეობის შესრულება ეს არ არის რამე ინტერპრეტაცია ეს არის პირდაპირ რაც ვილაპარაკეთ სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა რომ ხოლმე ეს იყო რაც შეეხება ირაკლი კობახიძესა და ლევანი გვარი არ მახსოვს პარლამენტის წევრის მიმართ შეურაცხყოფის მიყენებას კი ბატონო ამ შემთხვევაში რა არ არის უხამსობას ადგილი არ ქონდა ეს იყო საჯარო Facebook პოსტები ერთი პოსტი და ერთი კომენტარი თქვენ ხო გახსოვს მე 20 საუკუნის და საბჭოთა კავშირის ისტორიიდან კომიკური ისტორიები რა ისტორიები, რომლებსაც დღეს იუმორით ვიხსენებთ, მაგრამ თავის დროზე გარკვეულწილად ტრაგედია იყო. დაახლოებით მაგ რეალობაში ვიმყოფებით დღეს რა. მაშინ, როდესაც კრიმინალები დადიან ქუჩებში და სიცილის გამო ბავშვს კლავენ, ის კრიმინალები, რომლებსაც როგორც დედამისი ამბობს, ახლა რაც მოხდა იმაზე ვყვები, თვითონ პოლიციამ დაუბრუნა იარაღი ცოტა ხნით ადრე. და ამ დროს ადამიანს Facebook-ზე ვიღაცისთვის შეურაცხყოფელი პოსტის დაწერის გამო უშვებენ ციხეში. არავის არ ეხალისება უცენზურო სიტყვების საუბარი და არავის არ უხარია ეს, მაგრამ მოდი ყველამ ერთი წუთი წარმოიდგინოს თავისი თავი, ის ან მისი ოჯახის წევრი რო დაიჭირონ ციხეში, ნარკოტიკი რო ჩაუდონ და აბსურდული ბრალდებით სასამართლოზე ცრუ მოწმეებმა რო ისაუბრონ ტყუილები.
კიდე და აღარ მინდა ეხა იმაზე საუბარი, ციხეში ყოფნის დროს დედა გარდაიცვალა, გიორგის უსამართლოდ ციხეში ყოფნის დროს. მე სინდისი სუფთა მაქვს. და ვისაც სინდისი არ აქვს სუფთა, იმათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ ეხლა, რომ თუ აქტივისტები არ გახდებიან აქციაზე და არ გამოვლენ, იმდენი მაინც ქნან, რომ გიორგი ახობაძეს ციხეში რო სვამენ, ან უნისეს რო ცემენ, ხმა ამოიღონ. მანამდე გიორგი ახობაძეს პოსტი ჰქონდა დაწერილი ბატო შაქარიშვილთან დაკავშირებით. ამის გამო მას ჯარიმა გამოუწერეს 3000 ლარიანი. გიორგი ახობაძემ თქვა, რომ ამ ჯარიმას არ გადაიხდიდა და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ პატიმრობა მოითხოვეს 25 დღე ამის გამო გაატარებს ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. იმასაც შეგახსენებთ, რომ ახობაძე არის რიგით მეორე ადამიანი, რომელიც ეგრეთ წოდებული ქრინვას ქროლის სააგენტოს გამო, სიტყვის გამო გაუშვეს პატიმრობაში, თუმცა თავად ახობაძემაც თქვა და მისი თანამოაზრეები ახსენებენ საზოგადოებას, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, პროტესტი არ უნდა შეწყდეს და დღესაც 19 საათზე ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბება საპროტესტო საზოგადოება. ამის შემდეგ გაიმართება შაბათის მარშების ფორმატში მსვლელობა, რომელიც დასრულდება კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ამ შაბათის მარშების ორგანიზატორებმა მიიღეს იმ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარეობს.